შესახებ. ეროს რამაზოტი თბილისში იტალიელი მომღერალი ჟურნალისტების კითხვებს კულტურის სამინისტროში პასუხობდა. თითქმის 2 საათიან პროგრამას რამაზოტი პრინცის ხსოვნას მიუძღვის. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურის ფარგლებში წარსდგება. ეროს რამაზოტი ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებთან ერთად ჰიტებს ბოლო ალბომიდან შეასრულებს. კონცერტი მინდა უდიდესი მომღერლის პრინცის ხსოვნას მიუძღვნა, რომელმაც ძალიან ბევრი შექმნა მუსიკალური სამყაროსთვის. ჩემთვის პატივია ფესტივალის გახსნა, რომლის ფარგლებშიც თბილისში არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი გამართავს კონცერტს. იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს კარგ ბიძგს მივცემ. მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო და ამისთვის განწყობას უკვე შექმნილი მაქვს. მართალია ხვალ საღამოს სიმღერებს იტალიურად შევასრულებ, მაგრამ მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სიმღერები ქართველი მსმენელის გულამდე მიაღწევს. მე ეროს რამაზოტის დიდი გულშემატკივარი და მისი მუსიკის მოყვარული ვარ. თითქმის ყოველი ჩვენგანისთვის მის მიერ დაწერილი სიმღერები ცხოვრების გარკვეულ პერიოდთან ასოცირდება. მას 60 მილიონი დისკი აქვს გაყიდული. მისი ბოლო ალბომი მსოფლიოს 60 ქვეყანაში ტოპ 10-ების ლიდერია და ის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. ვიცი რომ არნავ ძალიან იშვიათად ალბათ შეიძლება ითქვას ამ დონის თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებით გამოყენების თვალსაზრისით ვამბობ შოუ ჯერ ალბათ არ ყოფილა საქართველოში. ფანტასტიკური სანახაობა გელოდებათ, გარდა ვთქვათ მუსიკალური მხარისა. პრესკონფერენციის პარალელურად დღეს მთელი დღე მზადება მიმდინარეობს სპორტის სასახლეში. ეროს რამაზოტის კონცერტისთვის საღამოს 8 საათზე ხვალწორედ აქ გაიმართება. მომღერალი საქართველოში მთელი შემოქმედებით გუნდთან ერთად არის ჩამოსული. აქ პირველად ვარ. ეს ჩვენთვის ახალი ქვეყანაა. ჩამოვედით მთელი შემოქმედებით გუნდით. ძალიან გვინდა ვნახოთ ჩვენი გულშემატკივრები ხვალ და იმედია რომ ყველა კმაყოფილი დარჩება კონცერტზე. სცენის აწყობითი სამუშაოები უკვე დასასრულისკენ მიდის. ხვალ 6 საათისთვის უკვე ყველაფერი მზად იქნება იმისთვის რომ ქართველმა მსმენელმა ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი ჩექინი გააკეთოს საქართველოში